მთავარი ამოცანა დაკავებაში იყო ის, რომ საპროტესტო აქცია უნდა დასრულებულიყო. და ვის ყველაზე მარტივი იქნებოდა თუ დააკავებდნენ ლიდერებს. ალბათ მეც მოვიაზრებოდი ამ ადამიანებთან ერთად დაკავებაში, უბრალოდ მოხდა ისე, რომ მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი იმ დროს. რა ვიცი, მცდელობები ისევ გრძელდება, ისევ არის შანსი დაკავებისა. ფაქტი გვაქვს უკვე 4 ადამიანი დაკავებულია. ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო. მოახერხა ბრალდებლებმა ის, რომ 2 თვით დატოვეს საპატიმროში, ყავს უამრავი დამადასტურებელი პირი იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ხედან ციხეში, მათი გარკვეული ნაწილი სრულიად არ ყოფილან იმ აღნიშნულ ტერიტორიაზე, არ შესწრებიან ფაქტს, მაგრამ მაინც დაკავებულები არიან. ეხლა რამე დაგვევას ვაკეთებ? ჩაიდები, ვეში გთხოვ. რა, არ მაქვს უფლება გადაგები? გადაგაგებებ, ჩაიდები, 2 წამით გთხოვ და მემორჩი. უკვე აკავებ, ხო? იო, არ ვაკავებ, გეიგებ. აბა რას აკეთებ? მოდი და შეხედე, ჩეიდები, ეგ გეხვეწები, გატიცი. გამიშვი ჯერ. გამოდი, გაშობელი ხარ, გატი. რატო აბა ეს რა არის აბა რას ნიშნავს ეს? ამნაირი ციხეობა, რა ჯანდაბა, რას? აჩერდი. რატო ზალადო? ბიჭო, აქციის მონაწილეები. ზალადო, ეგი. რატო? ხელი არ დაბა. ხელი არ დაგე ჩემინი თიმოვე. ხელი არ დავარ, ამი გადი. დღეს გარდამტეხია. შეატურა უნდა ისეიმოს სამართლიანი გამარჯვება. არჩილი დაიჭირეს, ასე რომ ვთქვათ, პერევისის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის გამო, რომელშიც მონაწილეობა, ასე რომ ვთქვათ, არ მიუღია. ეს სახლიდან აიყვანეს, ღამის 4-ის ნახევარი იყო. რავი, დააწიოგეს ოჯახი. ბავშვები დღესაც ვერ გამოდიან სტრესიდან. როგორც ვიციმე, 4 თუ 5 პოლიციელი ყოფილა. ღამის კარებზე ბრახუნით მისულან. რავი, რო გავუღო კარები, დააკავეს, წამოიყვანეს ეგრევე. და მის მეუღლე ბავშვების თვალწინდა მეუღლეს უთხრეს, რომ ნუ გეშინია დილაზე ისევე უკან დავაბრუნებთ, მაგრამ მოხდა ასე, რომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საგვარული ჭორები იყო, რომ თან ვიცოდით, რომ უეჭველი ვიღაცას დაიჭერდა. არჩილი დიდი ხანია, დაახლოებით 2017 წლიდან უკვე ამ პროტესტში არის, თვითონაც შიმშილობდა ადრე 2017-დან მოყოლებული. ბავშვები და მეუღლე ცოტა ფსიქოლოგიურად ძიმეთ არიან, ძიმეთ შეხვდნენ ამ ყველაფერს, ამ ფაქტს. მეუღლე მუშაობდა სალონში, მაგრამ არც მათ მუშაობის სურვილი აღარ აქვს ამის გამო და ბავშვებიც რა ძიმე წრეხის ქვეშ არიან, ასე რომ ვთქვათ, და უჭით რა. ჯერჯერობით კარგად არიან. თვითონ როგორ არის, რას გეუბნებათ ხოლმე? რა არის ნერვიულოთო, ყველაფერი კარგად არისო, ჯამთელად ვართ, თავარიაო, 4-ვეო, კარგად ვართო და სანერვიულო არაფერი არ არისო. ჩვენც უძლებთ. სოლიდარობას უცხადებთ ჩვენ უკანონო დაჯერილ პატიმრებს, მათ ოჯახებს, მათ შვილებს, ასევე ჩვენს მოშიმშილებიჯებს. ერთადერთი შემომტანები იყვნენ ეს ბიჭები, ვინც ახლა ხედან ციხეში, მათ შორის 4-დან 3 შვილების მამები არიან, მშობლები არიან და დღეს ფაქტიურად მათი ოჯახები განწირულები არიან ეკონომიკური კრიზისისთვის, ფინანსური სიდუქჭირისთვის. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის ერთადერთი მარჯვენალი დაუბრუნდეს ოჯახებს, მით უმეტეს რომ უსამართლოდ არიან დაკავებული. და აქ ერთი ფაქტიც გასათვალისწინებელია, ნახეთ, 4 დაკავებული ყავს და 4 ოჯახია და 4-დან 2-მა, ვისაც შედარებით არ უჭირდა იმდენად, ეს თავისი გამოყოფილი თანხები გადაუნაწილეს ყველაზე მეტად, ვისაც უჭირდა იმ ოჯახებს და ეს არის ძალიან აღსანიშნავი და დასაფასებელი. ამიტომ შეძლებს დაგვარად ვცდილობთ, რომ იქ არსებული პატიმრები, ვინც არიან უკვე დაკავებულები, მათაც სჭირდებათ ყურადღების მიქცევა, ყავს ძალიან კარგი ადვოკატები და რა ვიცი, კი ბატონო, არის საჭიროება ფინანსურიც, ადამიანურიც, იურიდიულიც და ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენი გულანთებული ქართველების დახმარებით და არა მარტო ქართველების დახმარებით, ჩვენ ჯერჯერობით შევძელით ის, რომ უზრუნველყოფილი გყავდეს ამ ეტაპამდე მაინც.
არ უნდა თავისი სოფელი განგრეულიყო, თავისი ქალაქი განგრეულიყო. აბრადასდა მაგაზა. მაგის ხმის გაღების გულისთვის დასაჯეს. მეტი არაფერი. მე დღესაც ვერ ვფიქრობ. არ დასტილი ამის გულის. მუხარა როგორ არ ყოფილა. მაგრამ რანაირად უნდა დამემუქრო. მე დაგინგრებ შენ სას. შენ ხმარ გეიღო. ვიყავი შევდი. აჩერდება რომელიმე მოქალაქეთა ერთო კომპანიაში როასურდა ის თანხები გადაეხადა რაც ჩემი საქართველოს მიზის ნაკვეთი და ჩემი ხორება ქონება ეს ფაქტი არის არ თუდა და ამას ვერ ეგუებოდა ჩემი შვილი 2017 წელს ჩამოვიდა ჩვენ სოფელში ძირითად ჯორჯია მარგალეთი და ჩვენ სახლებს დაეწყო უკვე ცვალებადობა ზარები მიიღეს საქართველოს ნაკვეთები გრევა დაიწყო და ადგერ მე სოფელი და გააპროტესტეს ბაბა ხო დამიგრებოდი თულიანად ჩემი შვილი ცოტა აქტიურობდა კი არა კანონო მურჩენი მოქალაქე არის ვერ იწამს უკანონობას და აპროტესტებდა ამას უკანონოდ არაფერი არ გაუპროტესტებია სულ ყოველთვის სიტყვა სახელმწიფოს ჩართულობას საერთოდ სახელმწიფოს ჩვენ და კომპანია შორის და მოგვივაროს ეს ყველაფერი რაც არის კანონით ფარგლებში. ამას ითხოვდა სხვა არაფერი ერთი სიტყვას არ მოუწევია. კომპანია ჯორჯია მაგანელის მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად ჩვენ გრევა ჩვენი მომყარისეული საცხოვრისი გარემო. სახლები და არა მხოლოდ სახლები, ჩვენი წინაპრების, ბებია-ბაბუების საფლავები. მე თვითონ ვარ მაღაროში ნამუშევარი 48 წელიწად. იმუშავე. იმ ძველ დროს ასაც კომუნისტებს ვერ დახევა. იმათმა ყველაფერი იცოდნენ, როგორ უნდა დამოშალებულიყო მაღარო. რომ ზედაპირული ზიანი ყოფილიყო ძალიან მცირე. იქ რჩებოდა მთელი ფეხები, სადაც მოსახლეობა იყო და ის იცავდა მთელ სოფელს. ამათმა რა შემოვიდნენ 2017 წელს, ესენი ეძებდნენ. სადაც მთელი იყო დარჩენილი, აცლიდან იმან. კაცრო თალბახტერია და მეორესაც მოწი, ხო წეიწევა. ის დაებართა ჩვენ სოფელს. ახალი ტაძარი ავაშენეთ, გუმბათი გამოეხსნა, გზა ჩვენთვის არ არის, წყალი ჩვენთვის არ არის. 25 წელიწადია წყალი არ დამილევია სოფელში. ვერ დალებ მარგანეციანი წყალი. მოდი წყალი, მაგრამ რა თქმა წყალი არ ქვია დასალევი არა. წყაროები დაშრა. წარი ახლა ერთი უბანში გვაგახლე ერთი და წელი უბანი ვარ შეუვიდა. ვადი მაგე ზოგი ქალაქიდან მივიდება ზოგი რაღაცას ხათობელში დავაყაროთ მოიწევდა. ამაზე ნუ გაიღებ ხმასა და ამის გულით ისე უკანონო ვერი სუბრალდები წაუყენეთ ჩემში. ჩვენ რაცაკიან შობლები ვარ. აღარ შეგვიძლია. მეუღლეც ინვალიდი ხალი ოპერაცია ნაცი და მედიცინის ბარდაღის ოპერაცია გაიგეთა. მოძრაობს რა ვარ თუნა ისე და ხასი ვარ ახლა გამოგეთი ორივე და საწოდა. რაიმე მოლოდინი თუ გაქვთ, რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოვიტანს ამ პირობებიდან გამომდინარე. მაგაც ვერაფერს ვერ ვიტყვი მე იმდო. მარტო ამ მოვლენებს კი არ უყურებ, თელ საქართველოს მოვლენებს უყურებ. 90% უკანონოდ ისდება და არ ვიცი. მე ვერტიში ვეძურა. დაბადებიდან იმ დროს არის დაბადებული 90-იანების მერე. რომ შიმშილობა იყო, უგაზობა იყო, უდენობა იყო. მეიდადა მაგ პერიოდში კარგი მოსწავლე, ჭკვიანი ბავშვი, ქრისტიანი და მშრომის მოყვანი. იმ პერიოდში ყველას უჭირდა თითქმის იათურაში კი არა თელ საქართველოში. პატარა ხარები გავდადე, 2 წლის ხარებს მიწვა. აუნა ფავი. მერე გამოვიზარდა და ხელობაზე დადიოდა ბიჭებთან და შრომობდა სამოქონა. ორი გამეგი, თავისთავად შეჩენდა და პრობლემებს ვაძლევდა. ძალიან კეთილი ბიჭია, ვთქვა. ჩემი და ვაკებს ხომ მაგათ არ ვეთქვი. მე რა უნდა თქო. ტრებლები მოხდება. აგერ მეგობრებო მოშიმშილეები
შიმშილობის მე-4 დღე პროტესტის 61 დღე ღამეთენდებოდა წამოყარეს ძალდატანებით, ხელების გადაგრეხვით, ხალხი ზოგს ტელეფონები წაართვეს, ზოგი ძირს დააგდეს. მე აქედან წაგვიყვანო თუ სასაყვანი სუყალა. ყველა გამოდით ხალხო გარეთ, სახში ყოფნის დრო აღარ არის, თელი ჭიათურა უნდა დადგეს ფეხზე. უფრო ხმამაღლა საუბრობდნენ და ლაპარაკობდნენ ჩვენგან განსხვავებით. თუნდაც დღეს ახლა მე რაღაცნაირად ვგრძნობ თავს რომ საუბრობ, მაგრამ ისინი საუბრობდნენ იმის გულებისთვის და ჩვენ რო უკეთესი მომავალი ქონებოდა. და ჩვენ ავწიეთ ხელი, რა ვიცი, ყველა და ქეძდებს ამის სურათები, რომ ჩვენ ხელს ვწევთ მაღლა, რომ მე თქვენ გვერდში ვიქნებით, მაგრამ ფაქტის სახეზია, რომ ასე ორმაგად არიან გაყოფილი ეს ხალხი იქ არის და წერენ ხელს აქ მოდი თქვენ გვერდში ვართ, მაგრამ ახლა მუშაობა იწყებაო და შევდივართ მაღაროშიო და ვიწყებთ მუშაობასო, მაგრამ აბიჯებენ ამ დაჭერილ ბიჭებს რომელიც ციხეში არიან და მის ცოლ-შვილს წიხს ზემოდან და ამ აგერ მოშიმშილე ბიჭებს. ყველა გამოვედით იმ დროს, მაგრამ ისე წავიდა, რომ ზოგის საბანკო გადასახადი ჰქონდათ რაღაცა და აქ მოდიოდნენ და გვიხდიდნენ ბოდიშებს, რომ რა ვქნათ ასეთი მდგომარეობა, მაგრამ თქვენ გვერდში ვიქნებით, სამაგიეროდ აღარავინ აღარჩას დღეს აგერ, გარდა ამ მოშიმშილე ბიჭებისა და რამოდენიმე ხალხი და ამ ეს პატიმრები შეეწირენ კიდე ამ უსამართლობას. მით უმეტეს რომ არც არაფრის შუაში არიან ეს პატიმრები. ეს არის თუ არის მაშინ დასაჭერით ხო კიდე ვიტყვი, მაშინ მთელი ჭიათურა დაიჭირონ და ჩასვან ციხეში. თუ არა ვთქვათ, უსამართლოდ ჩდიან ეს ბიჭები იმ ციხეში. ხوار გამოჩენილა მაგალითად აი ჯორჯენ მანგანეცისგან რაიმე შემოთავაზება, ან მერია ხوار გამოჩენილა, ან ვინმე სახელმწიფო წარმომადგენელი და უთქვამთ რომ სახელმწიფო წარმომადგენელი არავინ არ გვერდი. მერი იყო ჩამოსული, არის უიმეო, მეც არ ვიცოდიო შეხვედრა რა იყო და თუ გნებავთო აგერა აქციის წარმომადგენელი იქ ვიყავი მეც და თუ გინა შენ წამოდი რა სილაპარაკებენ თქვენ ჩამოუტანეთ ამბავი ამ აქციაზეო. და ჩვენ არ დავთანხმდით ერთის გასვლას, იმიტომ რომ აქ ერთის გადასაწყვეტი კი არა, ჩვენი მაღაროელების გადასაწყვეტის საქმე იყო და რა ვიცი. მე მგონი ყველა ასე იქნებოდა თანახმა ერთზე არ. მაგრამ ახლა გამოჩნდა რომ თურმე ერთზე ყოფილა გადასაყრელი ჯოხი. ამ კიდე და კიდე ვიტყვი რომ ამ პატიმარი ხალხის გულებისთვის ყოფილა გადასატეხი ალბათ ჯოხი რომ ჩამქრალი იყო ეს ყველაფერი. ჩემი პროფესია არის ყველაზე რთული და მძიმე პროფესია, ვირავგამყვანი, რომელიც მიწის მუშაობ, იქ შესული ადამიანი, თითოეული ადამიანი ყველა სიცოცხლეს ასწავლებს, არავინ არ იცის რომ ის 100%-იანის გარეთ გამოვა, წინასწარ ვერავინ ვერაფერს ვერ გატყუეს და ერთ-ერთი ძვილადღირებული შავი ოქროს პროდუქციის მომპოვებელი ადამიანები იცავს რაღაც მინიმალური ხელფასებზე საუბარი და უბრალოდ შეურაცხყოფილად მიგზავნის ჩვენ თავი. მე ვარ ჟანა გოგატიშვილი, მერაბ სარალიძის მეუღლე. ბანაკიდან მოხდა მისი დაპატიმრება. მანქანაში ეძინა. მე იმ ღამეს ბიჭები ამოვიდნენ აქ მანქანებით, გამაღვიძა მაქხმაურმა და მივხვდი რომ რაღაც ცუდი მოხდა და მე ინტერნეტში შევედი და გავიგე იქიდან. ხელი დამირეკა მარტო ეჯელ არა. ავი კარგად ვარო ესე მითხრა, რაც თავარია. ციხეში როგორ გრძნობს თავს აი ამ პირობებში? ვიცი თქვენ მენატრებით ყველაზე მეტად თქვენზე განვიცდიო და მაგას ჯავრობს ძალიან. ჩვენი პირველი მოთხოვნა წავიდეს ინვესტორი, სრულად განთავისუფლდეს ძველი სახელებისგან GM-ის მოპოვება. სახელმწიფო მმართველობაში გადავიდეს ჭიათურ მარგალუმი. ჭიროება ხალ ყველაზე მეტად ჩემი ციხიდან გამოსვლამი და მეტი აი არაფერი ის არა მაქვს მოთხოვნა. აი მაგას უნატრობ. ხო ყველაფერი იქნება მე რა ვიცი. ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი რა. ისეთი ადამიანი არ ვიცი, ძალიან მიჭირს ამასთან შეგუება. ვიცი. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. რამდენი შვილი ყავთ? 2. გოგო 11-ის და ბიჭი 5-ის. რავი ძალიან მიჭირს ასაცქვი, ძალიან ყველა დღე ნერვიულობაში ვატარებ მართლა. გოგოს ჯერ ისე ნერვიული იყო და ეხლა კიდე უარესი პრობლემები შეექმნა ნევროპათოლოგთან ყოფდა წაყვანილი ქუთაისში. ამის შემდეგ უფრო გავიმძავრდა.
მოგესალმებით ყველას. მე ვარ მერაბ სარანიძის შვილი, რომელიც არის მაღაროელი, მუშაობს მაღაროში. ძალიან მენაწყება ჩემ მამიკო. ძალიან მინდა რომ მე დავმიბუდე. ჩემი შვილები ძალიან გარინცდიან ორივე. ეს პატარა ახლა შედარებით ვერაფერს არ ხდება იმდეს, მაგრამ გოგო ძალიან ნერვიულობს. სკოლაში საჩვეულებრივად დადიან ბავშვები? კი. რამდენიმე დღე არ გამიშვია კი სახლში. დედასთან გავაგზავნე. იმ დღეებში ახალი დაპატიმრებული რო იყო. სკოლაში ციტი რა გოგო კლასელი შეკითხვია რაღაცასა დავტირილი დაუწია, ძის დაუწყნარებია. ბავშვებმა იციან მერაბის სად არის? კი, იციან. გოგო მიღამისვე გაიგო. მე დამირეკეს სამედიცინიდან რო აქა და აქ არის მაშინ გაიგო იმან. გაიღვიძა. ზოგადად ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა ხო არ აქვს მაღაროში მუშაობამ გამოიწვია? მაღაროში მუშაობის პროცესში ქვა მოხვდა თავში ორჯერ. და ტვინი შერყევით იწვა სამომწყობლოში. აი ეს მცირე დაზიანებები ბევრჯერ ქონია კი. და მაღაროს ხელფასი არის ოჯახის ერთ-ერთი შემოსავალი? კი. ძალიან კარგად იცით რა ფაქტს უხდა დღეს. და გარადობაც ჩვენ პირადად ჩვენი შემოსული შეწყობილი სამოგელზე დაიწყება ეცემა პრობლემა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რასაც ვითხოვთ რომ ჩაერთოს სახელმწიფო და აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა იმ დაპირებებში, რასაც პირობითად მიხაილ სოცკი გასცემს ახლა, ან ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რასაც კომპანია აჟღერებს მომავლისთვის გეგმაში, ჩვენ გვინახავს არაერთი კომპანიის ხელმძღვანელის ძალიან ლამაზი დაპირებები, რომლებიც საერთოდ არ შესრულდა არც ერთი სიტყვა, ამიტომ აღარ ვჯერა ახალი მენეჯმენტისას და ამიტომ ვითხოვთ გარანტიებს სახელმწიფოსგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, 72 დღის თავზე ჩვენ გვაქვს შედეგი 4 დაკავებული, 5 მოშიმშილე, 6 მოშიმშილე საავადმყოფოში. ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში, მაგრამ ამაზე ვინმე ხმამაღლა არც სახელმწიფოს მხრიდან, არც კომპანიის მხრიდან ხალხზე არ საუბრობს. და განსაკუთრებით მინდა გამოვყო მიხაილ სოცკი, ვინც შემოდის ახლა მენეჯერული კომპანია და მენეჯერი, ვინც პირდება რომ ამოიყვანს კომპანიას კრიზისიდან, ვიდრე თვითონ გააჟღერებდა აქ შემოსვლას, შემოაგზავნა თავისი მარჯვენა ხელი, როგორც თვითონ უწოდებს. და იმისგან იყო ერთ-ერთი მორიგი დამუხრებები და თითის დაქმნებები, რომ აი შენ ნახე რას გიზავ, ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს და ადამიანებს, რომლებსაც დაემუქრა, ისინი срулад ვისაც თითი დაუქმნია, ყველანი ციხეში შედან ეხლა. Какие люди? Пока я разговариваю только с вами. Пожалуйста, говорите о себе в единственном числе. Вы человек, вы не люди. Вы человек. ამის მანძილზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ჩვენ არ გაგვითვალისწინეთ არანაირად არც სამხრივ კომისიაში, არც მაღაროების შემოწმების კომისიაში, საერთოდ თითქოს არც ვარსებობთ, არც რამე ისეთი ადამიანური უფლებები გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჭიათურა ქუჩაში გამოვიდა, მთელი ჭიათურა ჩვენს საუბრებს ენდობა, ჯერა და გვიდგას მხარში, გადაწყვიტა კომპანიამ და პროფკავშირებმა, რომ მათ უნდა მოეგვარებინათ ეს საკითხი და საერთოდ არ არის მუშათა კლასის აზრი გასათვალისწინებელი, სწორედ ამ არ გათვალისწინებებმა გულგრილობა მუშათა კლასის მიმართ გამოიწვია 2019 წლის გაფიცვა, გამოიწვია 2023 წლის ორჯერ გაფიცვა, 2024 წლის ერთკვირიანი საპროტესტო აქცია. რაც შეეხება რისკებს იმისას, რომ შეიძლება თუ არა ჩვენც აღმოჩნდეთ, ეს ყოველდღიურ რეჟიმში ირიბად მოდის და ხვდება ყურს, რომ დღეს თქვენს დაგაკავებენ, ხვალ თქვენს დაგაკავებენ. უკვე
იმდენად მივეჩვიეთ, რომ ამას რო არ ამბობენ, არაკომფორტულად ვცნობ თავს და ძალიან მშვიდად ვიძინებ, რომ აზრი არ აქვს თუ დამაკავებენ, მოდი გამოძინებული შევხვდები ღამით, რადგან დღის ღამის 4-ის ნახევარზე შემოცვიდნენ აქ და ღამის საათებში აიყვანეს ჩვენი ბიჭები, აქ მერაბის მანქანა, მანქანიდან აიყვანეს, აქ თენგო იყო, მანქანიდან აიყვანეს, გიორგი ტარავში იყო, ტარვიდან აიყვანეს და აჩიკო ჭუმბურიძე საერთოდ ოჯახში იყო და ისვენებდა და იქიდან წაიყვანეს. ასე რომ თუ უნდა წაყვანა, მაინც წაგვიყვანენ, არ არის ციხეში ჩაჯდომა, არ არის დასასრული, შეიძლება გარკვეულწილად რაღაც უკეთესის დასაწყისიც კი აღმოჩნდეს, რადგან იქაც არის საზოგადოება, იქაც არის გულანთებული ქართველები და იქიდანაც შეიძლება ბრძოლა გააგრძელო ადამიანები.